მოგესალმებით თავისუფლება სინდისის პატიმრებს და მიეცით წამალი ბავშვებს, მიეცით. იმიტომ რომ სახელმწიფო არის ერთადერთი, ვისაც შეუძლია ახლა ამ ბავშვების სიცოცხლის გახანგრძლივება. დუშენის სინდრომი მიეკუთვნება იმ დაავადებათა იშვიათ კატეგორიას, რომლეთაც დასნეულებული ადამიანები არიან ძალიან ცოტანი მთელ მსოფლიოში, ხო? გერმანიაშიც ამ ხელა ქვეყანაში სულ რაღაც 1600-ია მგონი. რამდენადაც მე ვიცი. საქართველოში არის 100-მდე ბავშვი, ხო? ვიცით, ხო? სიცოცხლის ხანგრძლივობა როგორი არის? მანამდე არანაირი მედიკამენტი არ არსებობდა, ეს მედიკამენტი ჩემი ინფორმაციით დაახლოებით 25 წელია, რაც ამაზე მუშაობენ. ქართული ოცნების რეჟიმისგან იღებენ პასუხს, რომ ეს არ არის ბოლომდე რაღაცა ტესტით და რაღაცა ექსპერიმენტით ბოლომდე დადასტურებული, გვერდით ამოვლენები აქვს და სხვას რას თავაზობენ. სხვა ალტერნატივა ხომ არ არსებობს. არსებობს მხოლოდ ერთი გზა, ეს პაციენტების მდგომარეობა მხოლოდ რეგრესირებს და სასწორზე დგას ადამიანის სიცოცხლე. როდესაც საქმე ეხება იშვიათ დაავადებებს და ვიცით, რომ შეიძლება ეს ინექცია იქნება თუ სხვა ტიპის მკურნალობა იყოს ძალიან ძვირი. ამას პრაქტიკულად მთელ მსოფლიოში ერთი მოქალაქე თუ ის არ მიეკუთვნება რაღაც ძალიან მაღალი მატერიალური შესაძლებლობის მქონეთა კატეგორიას, ვერავინ ვერ შეძლებს და ყველგან ამას აკეთებს მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო. მით უმეტეს, როდესაც არის სახელმწიფო შეკვეთაზე საუბარი, იქ არის კიდევ რაღაცა შეღავათები, იქ არის რაღაცა სასაჩუქრე ნაწილიც და ამ ყველაფრით შეიძლება რომ ბავშვებს გაუხანგრძლივდეთ სიცოცხლე. სიცოცხლის უფლება ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლება არის, ხო, ადამიანისა ნებისმიერ სახელმწიფოში. და სახელმწიფო თუ რაიმეთი შეიძლება გაიზომოს, არის სწორედ ესეც მათ შორის, ხო, როგორ ეპყრობა ის ჯარისკაცებს, ბავშვებს, პენსიონერებს, მოხუცებულებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და ჯამურად რომ ავიღოთ, ხო, ჩვენნაირი ქვეყნისთვისაც კი აი ასივე ბავშვის შემთხვევა, ყველა ვინც ახლა ამას საჭიროებს, რომ გადაიჭრას, ეს იმდენად არაფერს არ ნიშნავს ეს თანხა, იმდენად ხედავთ ჩვენ, ხო, ამაზე გაცილებით უფრო დიდი რაოდენობის თანხებს, რაში ხარჯავს ქართული ოცნება? პრემიებში, დანამატებში, ახლა საერთოდ 15%-მდე შტატგარეშე თანამშრომლების ლიმიტი დაუწესეს საჯარო უწყებებს, ხან პოლიციის დღეს აღნიშნავენ, ყველა საკრებულოში ახლა ხალხის ძალას ფრაქციები შეუქმნეს თავისივე სიით გაყვანილ ხალხს, რომ დამატებით კიდევ ყოველწლიურად 5 მილიონი საქართველოს ბიუჯეტიდან დაიხარჯოს ამაში, კიდევ ევროპელ სოციალისტებს უქმნიან და რამდენი რამ შეიძლება ჩამოვთვალოთ. მე არ მინდა რომ ეს საუბარი გადავიდეს რაღაცა პარტიულ დისკუსიაში და დისპუტში, იმიტომ რომ სასწორზე დგას ბავშვების სიცოცხლე. ერთი მოქალაქის სიცოცხლეც კი იმდენად მნიშვნელოვანი უნდა იყოს სახელმწიფოსთვის, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს ამ სიცოცხლის გადასარჩენად. მით უმეტეს, როდესაც ეს ეხება ბავშვს, მით უმეტეს, როდესაც არავის არ აქვს ინდივიდუალურად იმის შესაძლებლობა, რომ ინდივიდუალური შეკვეთა გააკეთოს იმ კომპანიაში და თვითონ შეიძინოს ეს წამალი, ეს არ არის ჩვეულებრივი დაავადება, ეს არ არის საკითხი, რომელიც რაღაცა საყოველთაო დაზღვევის, კერძო დაზღვევის თუ მით უმეტეს ინდივიდუალური მკურნალობის საგანი შეიძლება გახდეს. და დამოკიდებულებას როგორც ხედავთ, ანუ ამას ვერაუვლით გვერდს, ხო? ამდენი ხანია ეს მამაცი მშობლები, მართლაც მისაბაძი მოქალაქეები მართავენ აქციას კანცელარიის შენობასთან, ღამეებს ათენებენ და ხან პარალონები არ შეატანინეს, ხან საბნები იმ სიცივეში, ისედაც დასტრესილ ადამიანებს და კიდევ როგორი დამოკიდებულებით არის ჯანდაცვის მინისტრი, ამასაც ხედავთ და ეს არის რაც გაგაცოფებს ელემენტარულად. მე გუშინაც ვიყავი იმ მარშზე, რომელიც გაიმართა და პერიოდულად, როდესაც იმართება ხოლმე ეს აქციები, იქ უერთდები, ერთი მხრივ ძალიან დიდი სიამაყის განცდა მეუფლება, რომ ხედავ მებრძოლ თანამოქალაქეებს, რომელთაც თავიანთი აქტიურობით მიიპყრეს უკვე ყურადღება. მე თვითონაც იქ მივდივარ როგორც ერთი მოქალაქე, როგორც პოლიტიკოსი თუ რაიმე მცირედით მაინც, აი რაღაცა რეზონანსს უფრო მეტად
გავზრდი, ხო? წილობრივად, აი რა შეიძლება ერთმა ადამიანმა გააკეთოს. თუ უფრო მეტი იქნება ცნობიერება და რაც უფრო მეტი არის ამის შესახებ საჯარო სივრცეში გახმაურებული, მით უფრო მეტად ვიცით, ხო? ნებისმიერი ხელისუფლება ამას უფრო მეტ ყურადღებას აქცევს ხოლმე. გვაქვს კარგი მაგალითი 3 წლის წინ აქონდროპლაზიით დასნეულებული ბავშვების შემთხვევაზე, ხო? არავინ არ იცოდა დარწმუნებული ვარ 99.9%-მა ამ ქვეყანაში რა იყო ან აქონდროპლაზია, ან დუშენის სინდრომი, მაგრამ აი ეს აქტიურობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და უფრო მნიშვნელოვანი არის რომ მეტი სოლიდარობა გამოვხატოთ. მე გუშინდელი დღით აი მართლა კმაყოფილი ვიყავ, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი გამოვიდა და ვფიქრობ ეს არის საზოგადოებისთვის ღირსების საკითხი, რომ იმ მოქალაქეებს, ჩვენი საზოგადოების იმ წევრებს, ბავშვებს, რომელთაც შეიძლება სიცოცხლე ყველაზე ძვირფასი გაუხანგრძლივოთ როგორც მინიმუმ, აი არ დავანებოთ ხელისუფლებას ეს. არ დავანებოთ და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ ბავშვებმა ეს წამალი მიიღონ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ბოლოს ეს ბრძოლა, ამ მშობლების ბრძოლა, აი მართლა ემოციების გარეშე შეუძლებელია ამაზე მსჯელობა, როგორი სიტყვით გამოდიან ეს მშობლები, როგორ მსჯელობენ აი თქვენს წინა ბლოგშიც იყვნენ, ხო? არაჩვეულებრივად ისაუბრეს კახა-წიქქარიშვილი განსაკუთრებით ისედაც აქტიური არის სამოქალაქო პოზიციებით და მით უმეტეს, როდესაც მას ეხება ეს პრობლემა და მის შვილს ეხება, შეუძლებელია, ვინც არ უნდა იყოს. რავი, ქართული ოცნების ამომრჩეველი იქნება ეს თუ რა ვიცი, დეპუტატი იქნება, როგორ შეიძლება ეს გულთან ახლოს არ მიიტანო ადამიანმა, თუ საერთოდ გულქვა არ ხარ და არ შეიძლება ესე ჯიბრში ჩადგომა, არ შეიძლება რომ რაღაცა პროტესტის ფორმას თუ იღებს, ამის გამო შენ გაჯიუტდე და გაჯიქდე, რასაც ქართული ოცნება აკეთებს. კი ბატონო. და გიორგი ცოტა დრო გვაქვს და შენ და სხვა თემასაც მინდა მოვასწრო რომ დაგისვა კითხვა და ამ ყველაფრის ფონზე ხარ რა პრობლემებზეც თქვენ საუბრობდით. რითი არის დაკავებული ხელისუფლება, რომ უნდა გაგვაკონტროლონ სოციალურ ქსელში რას დავწერთ, რას გავაზიარებთ, რა პოზიცია გვექნება და ასე შემდეგ გულისხმობ დინარაძის ახალ ინიციატივას. რა სიტყვით ამ საკითხთან დაკავშირებით, როგორ უყურებთ ზოგადად ამ თემას? ალბათ მოსალოდნელიც იყო იმდენი შემზღუდვავი კანონი მიიღეს უკვე, რომ ეს სოციალურ ქსელებზეც და საჯარო სივრცეებზეც გავრცელდებოდა, მაგრამ არ ვიცი, აი სიძულვილის ენას რომ ებრძვის ქართული ოცნება, ეს რას გეუბნებათ ზოგადად? თუნდაც ეს წინადადება? ხო, სიძულვილის ენას რომ ებრძვის ქართული ოცნება, ეს თავის თავში გულისხმობს ოქსიმორონს, წინააღმდეგობრივია. ურთიერთგამომრიცხავი არის ერთი წინადადების ორი ნაწილი. ქართული ოცნება ებრძვის სიძულვილის ენას. ქართულმა ოცნებამ დაამკვიდრა ამ ქვეყნის საჯარო სივრცეში სიძულვილის ენა და თან სისტემურად დაამკვიდრა კონკრეტული სახელდებებით, კონკრეტული სახელწოდებებით, სისტემურიო ხომ თქვეს და თვითონ გაასისტემურეს ეს ყველაფერი. უსამშობლოებს რომ გვეძახიან, ხო? მე ერთხელ მახსოვს ყობახიძე გამოვიდა და თქვა რომელიღაც ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე მანაც გამოიყენა უსამშობლო ქართული ოცნების მისამართით და თქვა შედალოცვილო, ესო ჩვენი ტერმინი არისო, რამე ახალი მაინც მოიგონეთო. შენი მოიგონეო, ფანტაზია არ ყოფნისო? უსამშობლოზე მასე აკაცუკი რა არის ეს რა მოიგონეს კიდევ ცალკე საკითხი არის. დიმიტრი სამხარაძე საკმარისი. ნუ დიმიტრი სამხარაძე, ყაველაშვილი, რომელიც ამბობდა რომ მოღალატეო, ჩემთვისო დედის შეგენებაზე უარესი არის, ანუ ასეთ რეგისტრში ახავს. თვითონ იგინებოდნენ ფიზიკურად უსწორდებოდნენ პარლამენტის სხდომებზე, პლენარულ სხდომებზე, კომიტეტის სხდომებზე. გვახსოვს ხო ეს ყველაფერი? ეს ხალხი ისე ვიქარია. პროპაგანდისტულ არხებზე რაც ხდება, წალეკილი აქვს ყველაფერი, ხო? ხან აგენტებს გვეძახიან, ხან გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლებს და ასე შემდეგ. და რა ვიცი, ელჩებთან მიმართებაში რასაც მიმართავენ, ხო, როგორ რიტორიკასაც და მათი მთავარი თანამდებობის პირები, პაპუაშვილი იქნება ეს, ყობახიძე იქნება, სხვები და სხვები, მათ შორის ყობახიძე და იგივე მდინარაძე და თვითონ ამ ინიციატივას რაც შეეხება, ეხლა ყველამ კარგად დაინახა, როგორ სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდეს თავი, რომ მდინარაძეს იმის გამო, რომ სპიკერების დეფიციტი ჰქონდათ და მოუწიათ სუსიდან, ფორმალურად არაპოლიტიკური ორგანოდან გამოეწიათ ავანს სცენაზე, შეიყვანეს მთავრობაში, რაიმე სამინისტრო არ ჩააბარეს და მოუგონეს რაღაცა პორტფელი უპორტფელო მინისტრს, ხო, ძალოვნების
რაღაცა კოორდინაცია, სრული სისულელე და აი ახლა ეს ინიციატივა თითქოს აი სოციალურ ქსელში უნდა შექმნან ესეთი ქვედანაყოფი, რომელიც გვაგონებს ირანის მორალის პოლიციას და უფრო შორს თუ წავალთ ორუელისეულ აზრის პოლიციას. მინიმუმ თვითონვე უნდა რაღაცა შინაგანი ჩარჩოთი დაიწესონ, შებოჭვა და შეამცირონ ეს თავისი რიტორიკა, რომ როგორც მინიმუმ სხვაზე ხელს რო იშვერენ, იმათავისივე კანონებით თვითონ არ დაისაჯონ და თლად გაბითურებულ მდგომარეობაში არ აღმოჩნდნენ და რაღაცა ფასადი მაინც შექმნან სოლიდურობის თავისივე ინიციატივის ფარგლებში.